ევროპარლამენტი ევროკავშირის ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით მისი ფინანსური აქტივების გაყინვისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია საქართველოზე ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ანგარიში იმეორებს, რომ გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობას, ასევე ოცნების მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას არ აღიარებს. გმობს სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ თავდასხმებს. ალექსი ახვლედიანს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეუწყდა. ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა. ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში აბრალდებული. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი გირაო შეუხარდა. Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო ზუგდიდში აქტივისტ როსტო ზარანდიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აფშილავამ მიიღო. დემნა გვასალიან ბალენსიაგაში ბოლო ჩვენება გამართა. ქართველი დიზაინერი ხვალიდან უკვე გუჩის შემოქმედებითი დირექტორი იქნება.